გამარჯობა, მე ვარ ანა, ნიუ-იორკის შტატში ლიცენზირებული ესთეტიკოსი და თქვენ ხართ ჩემს channel-ზე და დღეს მე ვისაუბრებ ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიც არის კანის არაქირურგიული ლიფტინგი. ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის, რა თქმა უნდა, ჩვენი სფეროდან სახის მოვლა, გალამაზება, ახალგაზრდავება და ამ შემდეგ, მაგრამ არის განსაკუთრებულად ინოვაციური პროდუქტები ხანდახან და ესეთი არის ეს პლაზმა ფიბრობლასტი, რომელსაც მე ვაკეთებ, რა თქმა უნდა, და რომელიც მოითხოვს გარკვეულ პროფესიონალურ ტრენინგს გარდა ლიცენზიისა, იმიტომ რომ საფუძვლიანად გჭირდება იცოდე ანატომია უფრო მეტად საფუძვლიანად ვიდრე ეს ლიცენზირებულ კოსმეტოლოგს მოეთხოვება და ასევე სხვადასხვა ასე ვთქვათ ნიუანსები, რომელიც თან ახლავს რომლის ცოდნა აუცილებელი არის ამ პროცედურის გასაკეთებლად. ეხლა როგორ მუშაობს? ზოგადად რა არის? ანუ მას ეძახიან არაქირურგიულ უსისხლო ლიფტინგს. ზოგადად ესთეტიკოს და კოსმეტოლოგის სამუშაო ძალიან განსხვავდება იგივე პლასტიკური ქირურგიის და იგივე თუნდაც დერმატოლოგის სამუშაოსგან, ის უფრო ინვაზიურია, მით უმეტეს თუ ვსაუბრობთ პლასტიკურ ქირურგზე, თუმცა ბოლო წლებში ისეთი ინოვაციური და საინტერესო პროცედურები წამოვიდა, რომელიც საკმაოდ ინვაზიურია, საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია ესთეტიკოსისთვის და კოსმეტოლოგისთვის. მათ შორის ერთ-ერთი არის პლაზმა ფიბრობლასტი და მას შემთხვევით არ უწოდებენ უსისხლო ლიფტინგს, იმიტომ რომ ის თავისი შედეგით ძალიან ახლოს დგას ქირურგიულ სისხლიან ლიფტინგთან. ანუ შედეგი მართლა საოცარია და გასაოცარია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაფერი არ იჭრება, არაფერი არ იჭიმება, ეს ანუ მექანიკურად ეს პროცესი თანმდევი არის და ეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებ, როგორ მუშაობს. ანუ პლაზმა ფიბრობლასტი არის სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ეს ნემსისებური წაწყვეტებული ძალიან ბასრი თავი აქვს, თუმცა პროცედურის დროს საერთოდ არ ეხები კანს. ანუ კანთან შეხება, კონტაქტი საერთოდ არ ხდება. კანთან ძალიან ახლოს რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე მიდის პლაზმას ფენი და კანსა და პლაზმას, ასე ვთქვათ, ნემს შორის იქმნება ეს arch, plasma arch. ეს არის აი იგივე ელვა რო წარმოიდგინოთ დაახლოებით ესეთი მსგავსი ვიზუალურად მსგავსი არის შესაბამისი სუნიც დამწვარი ხორცის, თუმცა კანი არ იწვება. ანუ მთლიანად არ იწვება კანი. იწვება მხოლოდ უჯრედშორისი ფიბრობლასტი. ანუ უჯრედშორისი სითხე იწვება. და არა მთლიანად ის ადგილი კანის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის და ეს არის მთელი დედა აზრი, რატომაც არის განსაკუთრებულად მაგარი ეს პროცედურა, რადგან უჯრედშორის ფიბრობლასტში არის მთელი მარაგი კოლაგენის, ელასტინის და ყველაფერი იმ კარგის, რაც ჩვენს კანს ხდის უფრო ლამაზ, უფრო ელასტიურს, უფრო მიმზიდველს და უფრო ახალგაზრდულს. შესაბამისად, როდესაც ეს ფიბრობლასტი დაწვა ხდება და მხოლოდ ფიბრობლასტის სერიოზული განგაში იწყება ორგანიზმში და კანში რო აიმე რაღაცა ხდება და ორგანიზმი იწყებს მოშუშების პროცესს. და ეს მოშუშების პროცესი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივად დამწვარი კანის მოშუშების პროცესისგან, სადაც კანის ყველა ნაწილი დამწვარი არის იმ კონკრეტულ რადიუსზე. აქ მხოლოდ უჯრედშორისია. შესაბამისად, მხოლოდ ამ სივრცის აღდგენა ხდება. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ისე ავხსნა მარტივად და ადამიანურ ქართულ ენაზე. შესაბამისად, ხდება ძალიან დიდი რაოდენობის კოლაგენის და ელასტინის გამოყოფა, რაც კანის გადაჭიმვას იწვევს. ერთადერთი რაც უნდა გავითვალოთ, რაც რითიც განსხვავდება ქირურგიული ჩარევისგან, არის ის, რომ ქირურგიული პლასტიკური ლიფტინგის დროს ფაქტობრივად მომენტალური არის შედეგი, ანუ გაიკეთეთ ლიფტინგი ქირურგიული, მოშუშდა რაღაცა 2 კვირა და სახე გადაჭიმულია. ამ შემთხვევაში ეს უფრო გრძელვადიანი პროცესი არის.
ასე იგი პლაზმა ფიბრობლასტის შემდეგ შედეგი დგება დაახლოებით 2 თვეში. ეს 2 თვეში უცებ ესე 2 თვე არაფერი არ ხდება და 2 თვეში დგება კი არა, ანუ რაღაცა ნელ-ნელა უმჯობესდება კანი და ანუ თავის მაქსიმუმს ასე ვთქვათ აღწევს 2 თვეში. მაგრამ საჭიროებს რამდენიმე პროცედურას და ეს პროცედურა შეიძლება იყოს 6-დან 8. საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი არის, ანუ წარმოიდგინეთ, რომ 6 პროცედურა თუ დაგჭირდათ 2 თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ, ანუ 1 წელი უნდა იკეთოთ 6 პროცედურა და ლამის წელიწადნახევარი 8. შესაბამისად, ანუ ესე დროში გაწელილი არის, რა თქმა უნდა, ეს ამბავი, თუმცა შედეგი არის გასაუგნებელი, ვისაც არ უნდა სკალპელის ქვეშ დაწოლა, მათთვის მისწრება. ძალიან ეფექტური არის თითქმის ბოტოქსის, ანუ თითქმის არა, ბოტოქსის შედეგი აქვს. უბრალოდ ფასშიც განსხვავება არ არის ბოტოქსთან. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ფილერი და ინჯექშენები არის დროებითი, ანუ ეს არ არის რაღაც და საკმაოდ მოკლევადიანია, ანუ ბოტოქსს საშუალოდ 6-დან 8 თვემდე აქვს გამძლეობა და ფილებს 2 წელი. როდესაც პლაზმა ფიბრობლასტზე ამბობენ, რომ ის ნაოჭები, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ არის ნაოჭების სხვადასხვა ხარისხი, ხო? არის მშედრების ზედაპირული, ანუ ეს საშუალოდ ღრმა და ძალიან ღრმა. აი ამბობენ, რომ ზოგი ნაოჭი, რომელიც ზედაპირული არის, შეიძლება საერთოდ არასდროს აღარ დაბრუნდეს და ის ნაოჭები, რომელიც შედარებით ღრმა არის, შესაძლოა დაბრუნდეს, მაგრამ არა ისეთ პირვანდელ მდგომარეობაში. და შესაძლოა, ანუ ყველა არ დაბრუნდეს. ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ ნაწილობრივ ამ პროცედურას აქვს მუდმივი ეფექტი. მუდმივ ზრას ვსაუბრობთ, ცოტა ესეთი თემა არის, იმიტომ რომ ყველა ბერდებით და თავის გრავიტაციას თავის ეშვება, რომ ყველაფერი gravity makes everything sad. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ მათთვის ვისაც არ უნდა რომ ინექცია გაიკეთოს, არ უნდა რომ ქირურგიო სკალპელის ქვეშ დაწვეს და უნდა რომ ქონდეს კარგი შედეგი, უნდა რომ ეს მაქსიმალურად ჯანსაღი და wellness და რაც კუთხით გააკეთოს, რომ თავისივე, ანუ ორგანიზმისვე რესურსი იყენებ მის აღსადგენად, გასაჯანსაღებლად და მის გასაახალგაზრდობად, ანუ რაღაცა გარეშე არ შეკავს, გარეშეს ინექციას არ აკეთებ, ან მექანიკურად არ ჭიმავ. ამ თვალსაზრისით, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათთვის კარგი არჩევანია, მათთვის არის ეს პროცედურა. თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ მაგალითად ის ვინც ბოტოქსი, ანუ ანაპირებს ბოტოქსს იკეთებს, მანაც გაიგოს ეს პროცედურა, იმიტომ რომ თუ ჯერ პლაზმოთერაპიას ჩაიტარებთ, ანუ პლაზმოთერაპიას ხშირად ეძახიან, ანუ სხვა რაღაცას და მოდი პლაზმა ფიბრობლასტს გაიკეთებენ და შემდეგ ამ კურსის მერე გაიკეთებთ ან ბოტოქსს, ან ფილერს, მინდა გითხრათ, რომ შედეგი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და ანუ აი ძალიან ეფექტური და შთამბეჭდავი. აქ საუბარია, რომ რაღაც დაახლოებით 10 წელს აკლებს ანუ ასაკის ვიზუალურად რა და მართლა საოცარი ეფექტი აქვს. მე თვითონ მაქვს გაკეთებული ეს პროცედურა თვალების ქვემოთ და ასე კროფიტზე. სამწუხაროდ მე არ მაქვს გაკეთებული სრული კურსი, იმიტომ რომ ზუსტად ისეთ დროს გავიკეთე, როდესაც კორონა სანამ დაიწყებოდა და მე 2 თვე გავიდა, უკვე მიწევდა მეორე პროცედურა, მაგრამ სამწუხაროდ კორონა მომისწრო და ვეღარ მივედი. რატომ არ ვიკეთებ მე თვითონ ჩემ თავზე, ანუ ალბათ შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ დისკომფორტი არის, ანუ საკმაოდ დისკომფორტია მიუხედავად იმისა, რომ გაყუჩებით გეთდება. ჩემთვის რომ ეს ტკივილის მიმართ ძალიან კარგად ვარ ამ ტანი, ანუ ტკივნეული არ იყო, მაგრამ იყო დისკომფორტი. მით უმეტეს თვალებთან ახლა ცოტა მგრძნობიარე ვარ და ამიტომ თუმცა შუბლზე ნაკლებად, რა თქმა უნდა და სახის ლიფტინგისას უფრო ნაკლები არის ეს დისკომფორტი. ამიტომ მირჩევნია, რომ სხვამ გამიკეთოს, ვიდრე მე თვითონ გავიკეთო. ისევ აუცილებლად დაუბრუნდები ამ პროცედურას, როგორც კი ცოტა გადაივლის ეს კორონას საფრთხე და ბოლომდე დავასრულებ კურსი, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური იყო ჩემთვის. ჩემ შემთხვევაში შედეგი უფრო გვიანაც კი დადგა ვიდრე 2 თვეში, უფრო სწორად ვიტყოდი, რომ აი 2 თვეში კარგი შედეგი მქონდა და მეგონა რომ მორჩა ეს არის შედეგი და გაგრძელდა და აი ხა ჩემ ფოტოებს რო უყურებ, რომელიც მაქვს გადაღებული
პლაზმა ფიბრობლასტამდე ძალიან დიდი განსხვავება, უდიდესი განსხვავება ჩემს თვალებს, მაშინ თვალებსა და ეხლანდელ თვალებს შორის. და არაფერი არ გამიკეთებია მას შემდეგ რა, ანუ ესე თავისით უმჯობესდება, ანუ ესეთი ჯადოსნური მართლა ინოვაციურია და ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი. შეგიძლიათ დაგუგლოთ პლაზმა ფიბრობლასტის before and after და ნახავთ როგორი შედეგი აქვს. აქ საუბარი before and after-ზე როცა ვსაუბრობთ არის საქმე და რამდენიმე პროცედურა და არაერთის მერე. თუმცა აი ვამბობ, რომ ყოველი პროცედურის შემდეგ რაღაც შედეგი და მე პირადად ერთი პროცედურის შემდეგ მქონდა შედეგი. ცოტა შორის მინდავს კიდევაც ვიდეო ჩემს ჩანელზე შეგიძლიათ ნახოთ, დავლინკავ აუცილებლად ამ პროცედურის ან მოკლე რაღაც ტრეილერივით, მოკლე ვერსია. ამ გოგონას კიდევ უკეთებ ეხლა მეორე პროცედურა უწევს და შუბლზე თითქმის გაუქრა ყველა ნაოჭი. მოკლედ თუ რამე კითხვა გაქვთ აუცილებლად მომწარეთ და გიპასუხებ. თუ გსურთ რომ ჩაეწევთ ამ პროცედურაზე, კონსულტაცია აუცილებელი არის. შესაბამისად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ჩემს Facebook page-ზე, ანესი დამონი, ზუსტად ისევე იწერება როგორც ჩემი YouTube-ის არხია. მე ნიუ-იორკში ვიმყოფები, ასე რომ საქართველოდან ბევრი მწარს და საქართველოში არ მუშაობ. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შეხვედრამდე.